ძველ რომში ბაზარში მხოლოდ საკვები, ქსოვილები, სამკაულები და ცხოველები არ იყიდებოდა. პირიქით, სცენაზე გამოჰყავდათ ის ადამიანებიც, რომლებმაც ომში თავისუფლება დაკარგეს. გატაცებული ან ობლად დარჩენილი ადამიანებიც. სწორედ ეს ადამიანები ხდებოდნენ მონები. მყიდველების წინაშე ამოწმებდნენ მათ ასაკს, სხეულს, ჯანმრთელობას, უნარებსა და წარმოშობას. შემდეგ მათ ფასს უდგენდნენ. ამ სისტემაში ერთი ადამიანის ღირებულება შეიძლება მხოლოდ რიგითი მუშაკის რამდენიმე წლის ხელფასს უდრიდეს. მაგრამ გამოცდილი ექიმი, მასწავლებელი, ბუღალტერი ან მმართველი შეიძლება უფრო ძვირად გაეყიდათ, ვიდრე ერთი სახლი ან დიდი მიწის ნაკვეთი. მაგრამ როგორ მოახერხა, რომ ადამიანის სიცოცხლის ბიზნესად ქცევა? და რატო იყო ასეთი დიდი სხვაობა რიგითი მუშაკის და განათლებული მონის ფასს შორის? ამის გასაგებად ჯერ უნდა დავაკვირდეთ, რამდენად ღრმად იყო მონობა რომაულ საზოგადოებაში გამჯდარი. რომში მონები არსებობდნენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის დიდ იმპერიად იქცეოდა. მაგრამ რომაელთა ტერიტორიის გაფართოებასთან ერთად, მათი ქალაქებისკენ უფრო და უფრო მეტი ტყვე მოჰყავდათ. ყოველი წარმატებული ომის შემდეგ ათასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაპყრობილი ტერიტორიებიდან შეიძლება თავისუფლებას კარგავდა. ზოგიერთს ახლოს ტიდნენ იმ ადგილთან, სადაც ისინი დააკავეს, სხვებს კი დიდ ცენტრებში აგზავნიდნენ. ვაჭრობა იტალიაში და ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაწილებში. იქიდან მათ ყიდულობდნენ მდიდარი ოჯახები, ვაჭრები, მიწის მესაკუთრეები, მაღაროების მმართველები და თვით რომის მთავრობაც კი. მონების გაყიდვა განსაკუთრებით გაიზარდა რომის რესპუბლიკის ბოლო საუკუნეებში და რომის იმპერიის დასაწყისში. ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით ძვ.წ. იროდით საუკუნუნიდან ახ.წ. 2 საუკუნემდე. იმ დროისთვის რომი ფართოდ აკონტროლებდა ტერიტორიებს და ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობდა. ამ პერიოდის მრავალი დოკუმენტი დღემდე შემორჩა. ამის წყალობით ჩვენი დროის ადამიანებმა იხილეს იმდროინდელი კანონები, კონტრაქტები, წერილები, საგადასახადო ჩანაწერები და წარწერები. ამიტომაც უკვე ვიცით, როგორ ხდებოდა ვაჭრობა. ამ დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ მონებით ვაჭრობა უბრალოდ ფარულ ან ქაოტურ საქმიანობას არ წარმოადგენდა. ეს რომის ეკონომიკის აღიარებული ნაწილი იყო და მათი კანონები მკაფიოდ იცავდა მყიდველის უფლებებს, მაგრამ არა იმ ადამიანის თავისუფლებას, რომელსაც ყიდნენ. როდესაც მონას ყიდიან, დამყიდველმა უნდა აცნობს მყიდველს მის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. მათ შორისაა მძიმე დაავადებები, ფიზიკური შეზღუდულობა, გაქცევის შემთხვევები ან ნებისმიერი პრობლემა, რაც შეიძლება მის სამუშაოზე გავლენას ახდენდეს. ზოგიერთ გაყიდვაზე მონას ხელზე ეკიდა აბრა, ან მის შესახებ ინფორმაცია ეწერა მყიდველების წინაშე. თუ გამყიდველი მალავდა სერიოზულ პრობლემას, მყიდველს შეეძლო მოეთხოვა თანხის დაბრუნება ან გაყიდვის გაუქმება. რომის კანონით ეს გაყიდვა ძალიან გავდა ცხოველის, მიწის ან აღჭურვილობის შეძენას. მაგრამ კონტრაქტისა და გადახდის მიღმა რეალური ადამიანი იყო, რომელიც შეიძლება სამუდამოდ დაშორებოდა თავის ოჯახს, სახელს, კულტურასა და წარსულ ცხოვრებას. მონებისთვის ერთი და იგივე ფასი არ არსებობდა. მათი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლებოდა დროისა და ადგილის მიხედვით. მიწოდებისა და მყიდველთა მოთხოვნის რაოდენობაზე. როდესაც ომის შემდეგ ერთდროულად ბევრი ტყვე შემოდიოდა, ფასი შეიძლებოდა დაეცია, რადგან გასაყიდად მეტი ადამიანი იყო. თუ ახალი ტყვეები ცოტა იყო და შრომაზე მოთხოვნა მაღალი, ფასი შეიძლებოდა გაზრდილიყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ასაკი და ჯანმრთელობა. ჩვეულებრივ, ახალგაზრდა და კარგ მდგომარეობაში მყოფი ტყვე უფრო ძვირი ღირდა, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ უფრო დიდხანს იმუშავებდა. ხანდაზმული მძიმე ავადმყოფობით ან ისეთი დაზიანებით, რომელიც მუშაობაზე მოქმედებდა, ტყვე კი როგორც წესი ნაკლებად ფასობდა, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ ძალას არ აფასებდნენ. ყველაზე მეტად ფასს ზრდიდა ის, რამდენად შემოსავლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მფლობელისთვის. სპეციალური მომზადების არ მქონე ადამიანი შეიძლებოდა გამოეყენებინათ სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, მძიმე ნივთების ტარებაში, დასუფთავებაში ან სხვა ისეთ სამუშაოებში, რომლებიც ფიზიკურ ძალას მოითხოვდა. ჩვეულებრივ ასეთი მუშახელის ფასი დაბალია, რადგან ბევრს შეუძლია იგივე საქმის გაკეთება. სხვა ღირებულება აქვს ადამიანს, რომელსაც კითხვა, წერა და ანგარიში შეუძლია. საზოგადოებაში, სადაც ბევრი ბიზნესი და ქონებაა, კონტრაქტები და ჩანაწერები. მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც ჩანაწერების შენახვა შეუძლია. ფულის მართვა, წერილების წერა ან დიდი სახლის მართვა. კიდევ უფრო ძვირია სპეციალური პროფესიის მქონე ადამიანები. მათ შორის არიან მასწავლებლები, ექიმები, მზარეულები, სამკაულების დამამზადებლები, დამოცდილი ხელოსნები, ბუღალტრები, მდივნები და ბიზნესის ან მიწის მმართველები. ზოგიერთ მათგანს ყიდულობდნენ არამხოლოდ როგორც მუშახელს, არამედ როგორც ინვესტიციას. მფლობელს შეეძლო მათგან შემოსავლის მიღება მრავალი წლის განმავლობაში. გავლენას ახდენდა ასევე ენის ცოდნა.
ადამიანი, რომელსაც შეეძლო ბერძნულად და ლათინურად საუბარი და წერა, შეძლებდა მდიდარი რომაელების შვილების სწავლებას. მნიშვნელოვანი დოკუმენტების წაკითხვას ან ვაჭრობაში დახმარებას, რადგან ბერძნული ფართოდ გამოიყენებოდა განათლებასა და კულტურაში, ბევრი შეძლებული რომაელი დიდად აფასებდა იმ მონებზე, რომლებსაც ბერძნული განათლება ჰქონდათ მიღებული. დღესდღეობით, თუმცა, არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ადამიანის წარმოშობა ავტომატურად განსაზღვრავს მის ფასს. ეს მაინც დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობაზე, მომზადებაზე, დამოცდილებასა და იმ სამუშაოზე, რომელსაც თითოეული ადამიანი შეძლებს შეასრულოს. რომაული ფასების კვლევა აჩვენებს, რომ ღირებულებაში დიდი განსხვავებაა სამუშაოს, ასაკისა და სქესის მიხედვით. ამიტომ არ არსებობს ერთი მარტივი ფასი, რომელიც ყველასთვის შეიძლება გამოიყენოს. მარტივად რო ვთქვათ, რომის მონათა ბაზარი ადამიანის ღირებულებას როგორც ადამიანს არ ზომავდა. ის ზომავდა, რამდენი სამუშაო, შემოსავალი და სარგებელი შეიძლებოდა მიეღო ახალ მფლობელს. ამის გამო ჩვეულებრივი მუშის და განსაკუთრებული ცოდნის მქონე ადამიანის ფასებს შორის დიდი სხვაობა იყო. გამოცდილი მეწაღე, დურგალი, მჭედელი ან იუველირი მფლობელისთვის შემოსავალს გამოიმუშავებდა პროდუქციის წარმოებითა და გაყიდვით. ექიმი, მასწავლებელი, ბუღალტერი კი უფრო ძვირი ღირდა. დივანი და ქონების მმართველი, რადგან ამ ადამიანების მთავარი კაპიტალი ცოდნა იყო. არსებობს ძველი ისტორიებიც მონებზე, რომლებიც ძალიან მაღალ ფასად გაიყიდნენ. მათ შორის იყვნენ გამოცდილი მზარეულები, შემსრულებლები და სხვა ადამიანები, რომლებსაც მდიდრები აღმერთებდნენ. დიდარი რომაელისთვის ცნობილი მასწავლებლის, გამოცდილი ექიმის ყოლა, გამოცდილი მზარეულის ან ცნობილი შემსრულებლის ყოლა სახში მაღალი სტატუსის დემონსტრირების ერთ-ერთი გზა იყო. მფლობელი მხოლოდ შრომას არ იდულობდა, ის ასევე იდულობდა იმ ადამიანის სახელთან და ნიჭთან დაკავშირებულ პრესტიჟსაც. უნარის შემდეგ ასაკიც მნიშვნელოვანი იყო. ჩვეულებრივ მყიდველებისთვის უფრო სასურველი იყო ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა საკმარისი ძალა სამუშაოდ, მაგრამ სიბერემდე ბევრი წელი აშორებდა. ამიტომ ხშირად მაღალი ღირებულება ჰქონდათ ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ახალგაზრდა ზრდასრულებს, რომლებსაც შეეძლოთ ახალი საქმის სწავლა. პატარა ბავშვებზე კი სხვანაირად უყურებდნენ. ჯერ კიდევ სჭირდებოდათ ყვება, მოვლა და სწავლება, სანამ დიდ სარგებელს მოიტანდნენ. ძველ დროში ასევე მაღალი იყო დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი. ამის გამო ჩვეულებრივ ჩვილებისა და ძალიან პატარა ბავშვების ღირებულება უფრო დაბალი იყო. როცა ბავშვი იზრდებოდა, მყიდველის დამოკიდებულებაც იცვლებოდა. ბავშვი, რომელსაც შეეძლო სახში დახმარება და პროფესიის სწავლა, შეიძლება გრძელვადიან ინვესტიციად მიეჩნიათ. შეეძლოთ ბავშვი პირად ასისტენტად გაეძურთლათ. მომსახურეთ ხელოსნად ან მართველად, როცა გაიზრდებოდა, იყვნენ მონები, რომლებიც პატონის სახში იბადებოდნენ და იზრდებოდნენ. მათ ბერნაი ეწოდებოდათ. ისინი უკეთ იცნობდნენ ენას, ჩვევებს, სამუშაოს და იმ ადამიანებს, ვინც სახში ცხოვრობდა. ამიტომ ხშირად მათ უფრო ადვილად, მოსამზადებლად და თავიანთ მოვალეობებში უფრო კარგად გათვითცნობიერებულებად მიიჩნევდნენ, ვიდრე ახალ ტყვეებს. მაგრამ როცა მონა ბერდებოდა, როგორც წესი, მისი ფასი ბაზარზე იკლებდა. მძიმე სამუშაო, საკვების ნაკლებობა, ავადმყოფობა და ტრაუმებიები ადამიანს სწრაფად ასუსტებდა. როცა ვეღარ ასრულებდნენ იმავე რაოდენობის სამუშაოს, მყიდველების ინტერესიც იკლებდა. თუმცა ყველა მოხუცი ავტომატურად არ კარგავდა ფასს. გამოცდილი ექიმი, მასწავლებელი, ბუღალტერი ან მამულის მმართველი შეიძლებოდა კვლავაც მნიშვნელოვანი ყოფილიყო. მას კარგად ახსოვდა ინფორმაცია ბიზნესის, ქონების, ვალების, მოსავლის, მუშახელისა და დიდი შინამეურნეობის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ხოლო იმ მოხუცებისთვის, ვისაც განსაკუთრებული უნარები არ ჰქონდა, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იყო. მათ შეიძლებოდა ძალიან იაფად გაეყიდათ, გაეთავისუფლებინათ ისე, რომ საარსებო საშუალება არ ჰქონოდათ, ან უბრალოდ სადმე მიეტოვებინათ. ასეთ სისტემაში ცხოვრების ბოლოს თავისუფლება ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხო მომავალს. ასაკის გარდა ყურადღებით ამოწმებდნენ სხეულსაც. როდესაც მყიდველს სჭირდებოდა მუშახელი სოფლის მეურნეობაში, მაღაროში, ნავსადგურში ან მშენებლობაზე, ძალა და გამძლეობა იყო მნიშვნელოვანი. ამოწმებდნენ ძლიერი ქონდა თუ არა ხელები და ფეხები, სუნთქვა წესრიგში იყო თუ არა და შეეძლო თუ არა სხეულს ხანგრძლივი მუშაობის გაძლება. ბაზარში შეიძლება გასაყიდ ადამიანს უბრძანონ იაროს, ირბინოს, ხტეს ან გააკეთოს მარტივი მოძრაობები. ასევე ამოწმებდნენ კბილებს, კანს, კუნთებს, ნაიარევს და ნებისმიერ დაავადების ნიშანს. კოჭლობა, მძიმე დაზიანება ან ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება ხელს უშლიდეს მუშაობას, ამცირებდა ფასს. რომის კანონმდებლობის მიხედვით, ასევე აუცილებელი იყო ეთქვათ, ადრე გაქცეული იყო თუ არა მონა ან ხშირად თუ დაეხეტებოდა. თუ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალული იყო, მყიდველს შეეძლო თანხის დაბრუნება ან ფასდაკლება მოეთხოვა. ეს დაცვა მყიდველის დახარჯული ფულის დასაცავად იყო.
ეს არ ეხებოდა გაყიდულ ადამიანს. შინაური მონებისთვის სხვა კრიტერიუმებს ეძებდნენ. უნარების გარდა მათ არჩევდნენ გარეგნობისა და ქცევის მიხედვით. ხმის ტემბრისა და სტუმრებთან ურთიერთობის უნარის მიხედვითაც. ამიტომაც ზოგიერთებს ალამაზებდნენ, ასუფთავებდნენ და წესიერად აცმევდნენ, სანამ ყიდველებს წარუდგენდნენ. ასევე იყვნენ მდიდარი რომაელებიც, რომლებიც ეძებდნენ უჩვეულო გარეგნობის ადამიანებს, რათა საკუთარი მდიდრული სახლების ნაწილი გაეხადათ. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი არჩევანი დამოკიდებული იყო მყიდველის გემოვნებასა და დისკრიმინაციაზე. ის თვისებები, რომლებიც სამუშაო უნარებთან კავშირში არ იყო, მაინც შეიძლებოდა გაეზარდა ან დაეწია ფასი, რადგან ზოგიერთი მონა დეკორაციადან სტატუსის სიმბოლოდ ითვლებოდა. შეფასებისას ასევე ითვალისწინებდნენ სქესს. ბევრ მამაკაცს ტყვეს ომი და მძიმე სამუშაოებზე აგზავნიდნენ. ამიტომ მამაკაცის ფასი ხშირად დამოკიდებული იყო მის ძალაზე, ჯანმრთელობაზე, უნარებზე და იმ სამუშაოს მოცულობაზე, რომლის შესრულებაც მომავალში შეეძლო. ბევრი ქალი მონაც მუშაობდა სახლში, მინდორში, სახელოსნოში, მაღაზიაში და ტექსტილის წარმოებაში. ზოგი იყო მზარეული, დამლაგებელი, ბავშვების მომლელი, კერავი, თმის დამწესებელი ან ბატონის პირადი ასისტენტი. იყვნენ ქალები, რომლებიც მეძუძურ ძიძებად ამზადებდნენ, ქალი, რომელიც ძუძუთ იკვებავს და უვლის სხვა ოჯახის ჩვილს. ძუძუთი მომლელს არჩევდნენ ჯანმრთელობის, გამოცდილებისა და მოვლის უნარის მიხედვით. იყვნენ ქალებიც, რომლებსაც მშობიარობის გამოცდილება ჰქონდათ და ისინი ბებია ქალებად მუშაობდნენ. რადგან ამ სამუშაოებს სპეციალური ცოდნა სჭირდება, მათ შეიძლება უფრო მაღალი ფასი ჰქონდეთ. კიდევ ერთი სასტიკი მიზეზი არსებობდა, რატომაც ზოგი მფლობელი აფასებდა იმ ქალებს, რომლებიც შვილის გაჩენის ასაკში იყვნენ. რადგან რომის კანონმდებლობის მიხედვით მონათქცეული ქალის შვილი როგორც წესი დედის სტატუსს იღებდა. ეს ნიშნავს, რომ მის მიერ დაბადებული ბავშვიც მონა იყო. დიდი მამულებისთვის მონა ქალების მშობიარობა გახდა საშუალება, რომ გაეზარდათ მუშახელის რაოდენობა ბაზარზე ყიდვის გარეშე. ქალის ან მამაკაცის ახალგაზრდობა და ფიზიკური გარეგნობაც კი შეიძლებოდა გამოყენებულიყო ფასის ასამაღლებლად. ეს გზა უხსნიდა მძიმე სექსუალურ ექსპლუატაციას. მონას არ ჰქონდა იურიდიული უფლება უარი ეთქვა თავისი მფლობელის ნებაზე და მას შეეძლო ეყიდათ, გაეყიდათ ან ეძალადათ როგორც საკუთრებას. რომის კანონმდებლობის მიხედვით მონებს ასევე არ ჰქონდათ. სრული უფლება ჰქონოდათ იურიდიული ქორწინება, საკუთარი კონტრაქტი ან თავისუფლად ეკონტროლებინათ საკუთარი ცხოვრება. შესაბამისად, ასაკი, სქესი და გარეგნობა მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმია, რომელსაც იყენებდნენ ფასის დასადგენად. მაგრამ მყიდველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ყოველთვის ერთია: რამდენი სარგებლის მიღება შეიძლება ამ ადამიანისგან? და აი კიდევ ერთი მძიმე საკითხი. მას შემდეგ, რაც გასაყიდ ადამიანს შეამოწმებდნენ, იწყებოდა ვაჭრობა. მაგრამ რამდენადაც ძლიერი ან კარგი არ უნდა ყოფილიყო ის, ფასი მაინც მთლიან ბაზარზე იყო დამოკიდებული. ომებს დიდი გავლენა ჰქონდათ მონების რაოდენობაზე რომის იმპერიაში. როდესაც ახალი ტერიტორია იპყრობდნენ, ბევრი ტყვის გაყიდვა ჯარისკაცებსა და ვაჭრებს შეეძლოთ. როდესაც ერთდროულად ძალიან ბევრი ტყვე ჩამოდიოდა, მიწოდება იზრდებოდა და ფასი შეიძლებოდა დაცემულიყო. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში. რომის გენერალ ლოკულუსის ერთ-ერთ კამპანიაში მცირე აზიაში იმდენი ტყვე და ქონება ჩაიგდო ხელში, რომ როგორც ძველი მწერალი პლუტარქე წერს, ზოგიერთი მონა ძალიან იაფად იყიდებოდა. ეს აჩვენებს თუ როგორ შეუძლია წარმატებულ ომს ადგილობრივი ბაზრის არევა. მონებით ვაჭრობის ზრდას ასევე ხელი შეუწყო ნაპომპის და იულიუს კეისრის დაპყრობებმა. ამ კამპანიებმა დიდი რაოდენობით ტყვეები მოიყვანეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და გაულიდან, რომელიც დღეს საფრანგეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. არ არსებობს სრული ჩანაწერი თუ ზუსტად რამდენი ტყვე გაიყიდა მონად, თუმცა უძველესი ჩანაწერებიდან ნათელია, რომ ომი იყო ახალი მონების ერთ-ერთი მთავარი წყარო, მაშინ როცა რომი ფართოვდებოდა. რომის იმპერიის პერიოდში დიდი დაპყრობები თანდათან შენელდა. ომები მთლიანად არ გამფრალა, მაგრამ ბაზარზე აღარ იგზავნებოდა იმდენი ახალი ტყვე, როგორც ადრე. ამის გამო სისტემა უფრო მეტად დაეყრდნო სხვა წყაროებს. აქ შედიოდნენ მონა ქალებისგან დაბადებული ბავშვები, იმპერიის საზღვრებს გარედან მოყვანილი ადამიანები, გატაცებისა და მეკობრეობის მსხვერპლები და ადამიანები, რომლებიც მძიმე სიღარიბის გამო სხვადასხვა ვითარებაში გაიყიდნენ. ფასებიც განსხვავდებოდა ადგილმდებარეობის მიხედვით. რომის ქალაქში ბევრი მდიდარი ოჯახი, მოხელე და ვაჭარი ეძებდა მუშახელს თავიანთი სახლებისა და ბიზნესისთვის. მოთხოვნა მაღალი იყო. შესაძლოა დედაქალაქში გაყიდვის ფასი უფრო მაღალი ყოფილიყო, ვიდრე პატარა ქალაქში ან შორეულ პროვინციაში. თითოეულ რეგიონს საკუთარი მიწოდების მარშრუტი ჰქონდა. ეგვიპტე, სირია, მცირე აზია.
ჩრდილოეთ აფრიკა და ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქებს საკუთარი პორტები და სავაჭრო კავშირები ჰქონდათ. ამიტომ ერთ ადგილას ნანახი ფასის გამოყენება მთელი რომის იმპერიის სტანდარტად არ შეიძლებოდა. ასევე მუშახელზე მოთხოვნა შეიძლება წლის სხვადასხვა დროს შეიცვალოს. იმ რეგიონებში, რომლებიც დიდ ფერმებზე არიან დამოკიდებული, მუშახელის მოთხოვნა იზრდება დათესვისა და მოსავლის აღების სეზონზე. ამით ვაჭრებს შეუძლიათ ისარგებლონ. ყიდულობენ იქ, სადაც მოთხოვნა დაბალია და ყიდიან იქ, სადაც მეტი მუშახელი სჭირდებათ. ამიტომ მონის ფასი მხოლოდ მის ფიზიკურ მდგომარეობასა და უნარებზე არ არის დამოკიდებული. ის ასევე დამოკიდებულია ომზე, მდებარეობაზე, სეზონზე, ტრანსპორტირებაზე, მყიდველების რაოდენობასა და იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც ერთდროულად იყიდება. მაგალითად, წარმოიდგინეთ ძლიერი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ფერმაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ხელზე აქვს ტრავმა. ის მაინც სასარგებლოა, მაგრამ მყიდველს შეუძლია ტრავმა გამოიყენოს ფასის დასაკლებად. მის გვერდით შეიძლება იდგეს მოხუცი ბერძენი მასწავლებელი, რომელიც ბერძნულ და ლათინურ ენებზე საუბარსა და წერას ფლობს. მას აღარ შეუძლია მძიმე სამუშაოს შესრულება, მაგრამ მისი ცოდნა მაინც ძვირად ფასობს. ოჯახი, რომელსაც თავისი შვილებისთვის მასწავლებელი სჭირდება, შეიძლება მას უფრო მეც გადაუხდის, ვიდრე ახალგაზრდა მუშას. ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ სპეციალური უნარები არ აქვს, უფრო რთულია შეფასება. ამჟამად მას ჯერ კიდევ ცოტა რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ შეიძლება წლების განმავლობაში გაწვრთნას. მყიდველისთვის ბავშვი არის ინვესტიცია, რომელიც რისკს შეიცავს. არსებობენ ასევე ძლიერი და ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანები, მაგრამ მათ აქვთ ჭრილობები და ნაციბურები. ისინი შეიძლება შეიძინონ უსაფრთხოებისთვის, მძიმე სამუშაოსთვის ან გლადიატორად მომზადებისთვის. თუმცა წარსული დაზიანება შეიძლება ასევე გახდეს მიზეზი, რომ შეთავაზება შემცირდეს. როგორც წესი, გაქცევის ისტორიის მქონე ადამიანის ღირებულებაც დაბალია. გაქცეულ მონას შეიძლება დაასვავენ ნიშანი, დააბამენ ან მკაცრად დააკვირდებიან, როდესაც ხელახლა გაკიდიან. მყიდველისთვის გაქცევის მცდელობა ითვლება რისკად, რადგან შეიძლება დაკარგოს ადამიანი, რომლისთვისაც გადაიხადა. ყველა ამ მაგალითში არ არსებობს მარტივი ფორმულა. ორი მყიდველი შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანს უყურებდეს და სხვადასხვა ფასს თავაზობდეს, რადგან მათ სხვადასხვა სამუშაო სჭირდებათ. მაგრამ როგორ შეიძლება რომაული მონის ღირებულება დღევანდელ ფულთან შევადაროთ? ძირითადად ბევრ ჩანაწერში გამოყენებული ვალუტაა დენარიუსი. ვერცხლის მონეტა, რომელიც რომის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დენარიუსის წონა და ვერცხლის შემცველობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. იმპერიის ადრეულ პერიოდში 1 დენარიუსი შეიცავდა დაახლოებით 3-დან თითქმის 4 გრამამდე ვერცხლს. დამოკიდებულია იმაზე, როდის იყო მონეტა მოჭრილი. შესაძლებელია ამ რაოდენობის ვერცხლის დღევანდელი ფასის გამოთვლა. თუმცა ამ მეთოდით მხოლოდ მონეტის მასალა იზომება. ეს არ ასახავს, რამდენი საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი ან სამუშაო შეიძლებოდა დენარიუსით გადახდა ძველ რომში. ასევე შესაძლებელია საკვების ფასის შედარება. თუმცა ხორბლის, ხორცის, ზეთისა და ღვინის ღირებულება იცვლებოდა ადგილის, მოსავლის სეზონისა და მიწოდების მიხედვით. პროდუქტი, რომელიც ძველ რომში იაფი იყო, დღეს შეიძლება ძვირი იყოს, მაშინ როცა ის, რაც მაშინ იშვიათი იყო, ეხლა მარტივად ხელმისაწვდომია. კიდევ ერთი გზა არის ხელფასების შედარება. იმპერატორ ავგუსტუსის დროს საშუალო ლეგიონერი, ანუ რომაელი ჯარისკაცი, წელიწადში დაახლოებით 225 დენარს იღებდა, სანამ გარკვეულ ხარჯებს დააკლებდნენ. მოგვიანებით ჯარისკაცებს ხელფასი გაუზარდეს. თუ ლეგიონერის ხელფასს თანამედროვე ჯარისკაცის ხელფასთან შევადარებთ, გამოვა, რომ 1 დენარის ღირებულება ძალიან მაღალი იყო. მაგრამ ეს მეთოდი ზუსტად არ არის. სამუშაო, სარგებელი, ცხოვრების ხარჯები, ტექნოლოგია და მთლიანად ეკონომიკური სისტემა ამ ორ ეპოქაში განსხვავებულია. ასევე შეიძლება შევადაროთ ხორბლის ფასი ან მუშის დრიური ხელფასი. კვლავაც პასუხი განსხვავებული იქნება. ამიტომ 1 დენარი შეიძლება მცირე მოგვეჩვენოს თუ მხოლოდ ვერცხლს ავიღებთ საფუძვლად, მაგრამ ძალიან დიდია თუ ხელფასსა და შესყიდვის უნარს შევადარებთ. ამიტომაც ერთი თანამედროვე ღირებულების მითითება შეცდომაში შემყვანია. უფრო მნიშვნელოვანია შევადაროთ მონის ფასი იმ დროის ადამიანების შემოსავალს. თუ ჩვეულებრივი მუშა დღეში მხოლოდ მცირე თანხას იღებდა, მონა, რომელიც რამდენიმე ასეულ დენარად ღირდა, უკვე დიდი ინვესტიცია იყო. გამოცდილი პროფესიონალი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე 1000 დენარს შეადგენდა, შეიძლება მრავალი წლის ხელფასს ან ძვირფასი ქონების ფასს უტოლდებოდეს. ეს შედარება აჩვენებს, რამდენად დიდი ბიზნესი იყო მონობა რომში. კონტრაქტში მიცდებული თანხა მხოლოდ შრომის ფასი არ იყო. ეს იყო ასევე დროისა და სხეულის კონტროლის ფასი. ადამიანის უნარისა და მომავლის ფასი.
რომელსაც აღარ ჰქონდა არჩევანის უფლება. რადგან უძველესი რომი და თანამედროვე მსოფლიო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, არ არსებობს ზუსტი გზა, რომ დენარი გადაიყვანო პესოდ ან დოლარში. არ არის საკმარისი მხოლოდ ვერცხლის შემცველობის ნახვა. არც საკვების ფასის ან ჯარისკაცის ხელფასის შედარება არის საკმარისი. მაგალითად, მაშინდელი სოფლის მეურნეობა სრულიად განსხვავებული იყო. ჯერ კიდევ არ არსებობდა ტრაქტორი. თანამედროვე სასუქი, ტექნიკა და კულტურები, რომლებიც უზარმაზარ მოსავალს იძლევა, მაშინ არ არსებობდა. გლეხები ადამიანურ ძალაზე იყვნენ დამოკიდებული, ცხოველებზე, მარტივი იარაღებზე და სწორ დროს წვიმის მოსვლაზე იყვნენ დამოკიდებული. ამიტომ მაშინ და ახლა დროის, შრომისა და საკვების ღირებულება განსხვავებულია. მონის ფასს უფრო ნათლად გავიგებთ, თუ მას რომის იმპერიის დროინდელ შემოსავლებთან და საყიდლებთან შევადარებთ. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ჩვეულებრივი რომაელი ლეგიონერი წელიწადში დაახლოებით 225 დენარს იღებდა. ამაში ჯერ კიდევ არ იყო გათვალისწინებული ხარჯები საკვებკვებზე, ტანსაცმელსა და აღჭურვილობას. იმპერატორ დომიტიანეს მმართველობის ბოლოს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს, წლის ხელფასი დაახლოებით 300 დენარამდე გაზარდეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე ასეულ დენარად იყიდებოდა, შეიძლება ერთი ჯარისკაცის მთელი წლის ხელფასზე მეტი ღირებულების ყოფილიყო. თუ ფასი რამდენიმე 1000 დენარს აღწევდა, მისი შესაძენად უკვე დიდი სიმდიდრე იყო საჭირო. არსებობს გაყიდვის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რამდენად დიდი შეიძლება ყოფილიყო ფასთა შორის სხვაობა. ერთ რომაულ საწერ ტაბულაზე, რომელიც მეორე საუკუნით თარიღდება, არის ჩანაწერი, სადაც ბავშვი მონა 600 დენარად გაიყიდა. სხვა დოკუმენტში ქალი მონა 205 დენარად გაიყიდა. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ყველა გაყიდვა 1000 დენარს არ აღწევს. ფასი იცვლება ასაკის, ჯანმრთელობის, უნარების, ადგილის, დროისა და მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმების მიხედვით. რამდენიმე ასეული დენარი შეიძლება ძალიან დიდი თანხა იყოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის. მდიდარი რომაელებისთვის გამოცდილი მონის ყიდვა შეიძლება შევადაროთ მნიშვნელოვანი ბიზნესის ან ქონების შეძენას, რომლისგანაც შემოსავალს ელიან მრავალი წლის განმავლობაში. ხელოსანს შეუძლია დაამზადოს პროდუქტები, რომელსაც მისი ბატონი გაყიდის. მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს ოჯახის შვილებს. ექიმს შეუძლია უმკურნალოს როგორც ოჯახს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებიც მის მომსახურებაში გადაიხდიან. მამულის მმართველს შეუძლია მართოს მიწა, მოსავალი, ხარჯები, მუშაკები და ვაჭრობა. ამიტომ, როდესაც მონის ფასი მაღალია, ეს აღარ ნიშნავს, რომ რომში მას როგორც ადამიანს მეტად აფასებდნენ. ფასი მაღალია იმიტომ, რომ მყიდველი ელოდება, რომ მონის უნარებიდან უფრო მეტ სარგებელს ან შემოსავალს მიიღებს. მონების მდგომარეობაშიც დიდი განსხვავებაა მას შემდეგ, რაც ისინი გაიყიდებიან. ზოგი სახლში მუშაობს და შეიძლება უკეთესი საკვები და საცხოვრებელი კონდეს, სხვები ხდებიან მასწავლებლები, კლერკები, მზარეულები ან მმართველები. ზოგიერთს ენდობიან ფულისა და ბიზნესის მართვაში, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობა მუშაობს მინდვრებში, სახელოსნოებში, მშენებლობაზე, ნავსადგურებში, მაღაროებში და სხვა მძიმე და საშიშ ადგილებში. სამუშაო საათები გრძელია, შესვენება შეზღუდულია და ბატონებს შეუძლიათ ფიზიკური სასჯელი გამოიყენონ მათ დასამორჩილებლად. თუნდაც ისინი, ვისაც სპეციალური სამუშაო აქვთ, კანონით მაინც საკუთრებად ითვლებიან და ბატონს შეუძლია მათი შემოსავალი წაიღოს. შესაძლებელია ისინი სხვა სამუშაოზე გადაიყვანონ, სხვა ადგილას გაყიდონ ან დააშორონ იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახად თვლიდნენ. ზოგიერთი მონა უფლებას იღებს შეაგროვოს ეგრეთ წოდებული პეკულიუმი. ეს არის ფონდი, რომელსაც ისინი შეზღუდულად იყენებენ, თუმცა ფული კანონიერად მაინც მათი ბატონის საკუთრებად ითვლება. ზოგ შემთხვევაში მონას შეუძლია პეკულიუმის გამოყენებით საკუთარი თავისუფლება იყიდოს. არიან ბატონებიც, რომლებიც ნებაყოფლობით ათავისუფლებენ მონებს. ამას მანუმისიას უწოდებენ. თავისუფლების მინიჭება შეიძლება მოხდეს როგორც ხანგრძლივი სამსახურისთვის ჯილდოს სახით, ასევე შეთანხმების ნაწილის ან ბატონის ანდერძში ჩაწერილი ბრძანების საფუძველზე. გათავისუფლების შემდეგ ყოფილ მამაკაც მონას გათავისუფლებული მონა ეწოდება, ხოლო ყოფილ მონაქალს გათავისუფლებული მონაქალი ეწოდება. მათ შეიძლება ჰქონდეთ მეტი სამართლებრივი უფლება ვიდრე მონობის დროს. თუმცა ხშირად მათ მაინც რჩებათ ვალდებულებები ყოფილი ბატონის მიმართ, რომელიც მათი პატრონი ხდება. თავისუფლების შესაძლებლობა არ ცვლის სისტემის ძირითად ხასიათს. გადაწყვეტილება როდის ან როგორ გაათავისუფლებს ადამიანს, კვლავ მფლობელის ხელშია. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ისე, რომ არასოდეს გამხდარა თავისუფალი. ასევე რჩება ოჯახის დაშლის საფრთხე. რადგან რომის კანონმდებლობა ორი მონის თანაცხოვრებას არ განიხილავს როგორც თავისუფალი მოქალაქეების ლეგალურ ქორწინებას. შესაძლებელია მეუღლეები და მათი შვილები ცალ-ცალკე გაყიდონ. თუ სხვადასხვა ბატონი იყიდიდა მათ, შეიძლებოდა ისინი ერთმანეთისგან შორს მდებარე ქალაქებსა თუ პროვინციებში წაეყვანათ.
იმპერიაში, რომელიც ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე და ესპანეთიდან ახლო აღმოსავლეთამდე ვრცელდებოდა, ერთი გაყიდვა შეიძლება ნიშნავდეს ოჯახისთან სამუდამოდ კავშირის დაკარგვას. ამას ვერ ასახავს უბრალო ფასის ჩანაწერი. კონტრაქტში შეიძლება მხოლოდ ეწეროს ადამიანის სახელი, ასაკი, მდგომარეობა და ფასი, ვისაც ყიდიან. მაგრამ ამ რიცხვების უკან შეიძლება იმალებოდეს ტყვე, რომელიც ვეღარ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში. შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც გაიზარდა ისე, რომ აღარასდროს უნახავს თავისი მშობლები. შეიძლება იყოს პროფესიონალი, რომელიც აგრძელებდა თავისი ნიჭის გამოყენება, მაგრამ მისი შრომის ყველა ნაყოფი სხვას რჩებოდა. რომის ისტორიის განმავლობაში მონობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან ის საზოგადოების მრავალ სფეროში იყო ინტეგრირებული. მასზე იყო დამოკიდებული ოჯახები, ფერმები, ბიზნესი, სახელოსნოები, მაღაროები და ზოგჯერ თვითონ მთავრობის ზოგიერთი საქმიანობაც. სანამ იყო ფული, რომელიც უნდა გამომუშავებულიყო და სამუშაო, რომელიც უნდა შესრულებულიყო, ვაჭრობა გრძელდებოდა. მიწოდება შეიცვალა, ფასი, კანონები და ვაჭრობის მეთოდები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ამ სისტემის ბირთვი უცვლელი რჩებოდა. ადამიანი შეიძლებოდა საკუთარი ცხოვრებისგან მოეწყვიტათ და სხვისი საკუთრება გამხდარიყო. ამიტომ რომში მონის ფასის ნამდვილი მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ გგომარეობდა, რამდენი დენარი იყო გადახდილი. ფასი აჩვენებს, თუ როგორ იყენებდა ძლიერი საზოგადოება კანონებსა და ეკონომიკას, იმისთვის რომ ადამიანის სხეული, ცოდნა, შრომა და მომავალი საქონლად ექცია. ბაზრის თვალში არსებობდა იაფი მუშახელი, ძვირადღირებული ექიმი და იშვიათი გამხდომი. მაგრამ თითოეული ფასის უკან ერთი რამ იყო დაკარგული. ადამიანის უფლება აერჩია, სად იცხოვრებდა, ვისთან იქნებოდა და როგორ გამოიყენებდა საკუთარ ცხოვრებას.